თემა გამწვანება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა. განსაკუთრებით არასახარბიელო ვითარება დედაქალაქშია. თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავხედავთ, მიმალთ იმ დასკვნამდე, რომ შესაბამისი სამსახურისთვის მთავარი პრიორიტეტი გამწვანება უნდა იყოს და აკრძალოს ჩეხვა. ბაღების ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა დღემდე გრძელდება. ბაჩო მანჯავიძის სიუჟეტიდან თქვენ თავად დარწმუნდებით, რომ თბილისში მწვანე ფერის ნაკლებობაა. ბავშვებს სჭირდებათ ჰაერი. გამწვანების მხრივ არის ძალიან ცუდი მდგომარეობა. თბილისელების დიდი ნაწილი ქალაქის ეკოლოგიურ საფრთხეზე საუბრობს. მოქალაქეების თქმით, დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში გამწვანების ხარისხი საკმაოდ დაბალია. ამის მიზეზად მოსახლეობა თბილისში ხეების მასიურ ჩეხვას ასახელებს. თბილისელები პარკების და სკვერების ნაკლებობაზეც საუბრობენ. იჩეხება ხეები, არ ირგვება ჩემი გადმოსახედიდან არაფერი და გამოსასწორებელია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ბავშვებს ვეღარ გაიყვანთ ვერსად. აღარ გვექნება საერთოდ მწვანე საფარი. უნდა დაერგას უფრო მეტი ნარგები, ახალი ენერგიები, ხეები. თბილისში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მონაცემებს ორგანიზაცია ACT ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად თბილისელთა 75% მიიჩნევს, რომ დედაქალაქში ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობაა. 43% თვლის, რომ ეკოლოგია ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მოსახლეობის 19%-ისთვის თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა მისაღებია. არსებულ სიტუაციას კი დადებითად მხოლოდ მოსახლეობის 5% აფასებს. ასევე საინტერესო ტენდენცია, რომ 35-ს გადაცილებული მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი თვლის, რომ არასაკმარისი ტყეები და გამწვანება, ვიდრე 35-მდე ახალგაზრდები. არსებული პრობლემის სერიოზულობაზე და საფრთხეზე საუბრობენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც და მერიას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ. თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, არასამთავრობოები ქალაქს ეკოლოგიურ კატასტროფას უწინასწარმეტყველებენ. ვართ კატასტროფის წინაშე, თუ საგანგაშო ზარები არ შემორეგა ჩვენმა მერიამ და არ შეცვალა გამწვანების მიმართ არსებული პოლიტიკა. დაბინძურებული გარემო, გაჩეხილი ხეები და პარკების ნაკლებობა ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომლის გამოც მედიკოსების თქმით უკანასკნელ წლებში მოსახლეობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების რისკმა საგრძნობლად იმატა. თბილისის ეკოლოგიურ პრობლემებს კი მის გეოგრაფიულ მდებარეობას უკავშირებენ გეოგრაფ-ეკოლოგები. ამას ხელი შეუწყო, რა თქმა უნდა, მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამაც, რადგანაც ის არის ხეობაში, ხეობა მოგეხსენებათ ნაკლებად ნიავდება განსაკუთრებით მის ძირში. ყველა ეს ფაქტორი, გარემო ფაქტორი ავლენს ადამიანების ჯანმრთელობაზე ზეგავლენას. 65-10%-ში მერყეობს დაავადების პროგრესირება. ბოლო წლების განმავლობაში, რაც საკმაოდ სავალალო მდგომარეობაა. თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას უარყოფითად აფასებენ საკრებულოშიც და მერიის შესაბამის სამსახურებს პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ გზებზე მიუთითებენ. ვფიქრობ, რომ ამაზე შესაბამის სამსახურებმა უფრო მეტი ძალისხმევა უნდა მიმართონ. ეს იქნება საქალაქო სამსახური, საკრებულო, გარემოს დაცვის სამინისტრო, ნებისმიერი სტრუქტურა, ვისაც ეხება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. თბილისის საკადასტრო რუკის მონაცემებით 2000 წელს ვაკის პარკის ტერიტორიის მთლიანი ფართობი 99% შეადგენდა. ბოლო 6 წლის განმავლობაში პარკს თავდაპირველი ტერიტორიის მხოლოდ 66% შემორჩა. მზიურის პარკს 2000 წელს მიკუთვნებული ტერიტორიის მხოლოდ 7% დარჩა. დიღმის ტყეპარკის ტერიტორიაზე არსებული 75 ჰექტარიდან კი მწვანე საფარი მხოლოდ 20 ჰექტარზეა დარჩენილი. ვერის პარკი, რომელიც 1950-იანი წლებიდან 2007 წლამდე პარკის ტერიტორიის 99% ინარჩუნებდა, უკვე 2011 წლის მონაცემებით 72% 40,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.